მე ვერა ვყიდულობთ ვერაფერს. და რამდენი წამალისა გამომიწერს ხომ ექიბი, იმქიდან შეიძლება ერთი ვიყიდო და რაც შესაბ ტოვებ. აბა ეს რა მკურნალობა იქნება, რა ვიცი. პენსიონერისათვის განსაკუთრებით ძალიან მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვითომ, მაგრამ არის ფიქსირებული მედიკამენტები, რომელიც ყველას არ რგებს. ძალიან ძვირია შვილო, ეხლა 15 ლარი მივეცი ერთ პირბიტას. ვახერხებ იმიტომ რომ ჭირდება თორე. რას ვახერხებ? ეხლა ორ წამალში 31 ლარი გადავიხადე. მაგრამ რას ვიზა? ძალა აღმარცხნა, ბევრი ვილაპარაკოთ რა, არაფერი არ ეშველება. ვითომ მთავრობამ კერძო საკუთრებაა და ისინიც ვერ ატანენ ძალას და რა ვქნათ? თუ დააკლებენ ძალიან კარგია. 300% ის სარგებლობს ეს მეპატრონე და დააკმაყოფილდეს 50%-ით არ შეიძლება? მაგრამ არა, ხო ეს ყველა დაიხუცება და ყიდველიც აღარავინ ეყოლებათ. ნუ რა ვიცი, პენსიონერების ძალიან რთულია. რთულია ძალიან. ძალიან მძვირი არის. ვერ შეწდები და ისეთი დახმარება მოგცეს ეხლა 20 ლარითა თავისუფალ შვილი შეინახოს მაგ ხოვარმა. აი ეგრე იმას აქენი არაფერი არ ჩამოვა. ვიზეც არის ლაპარაკი და მაგითი ადამიანი იცხოვრებს. მასხარად რო იგდებენ პენსიონერებსა. ხელმისაწვდომი კი არა, უბედურებაა. ემატება, როგორ რანაირად. არა ხელმისაწვდომი